პარტია ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა თანაგუნდელებთან ერთად იუსტიციის სახლში პარტიის დაფუძნების შესახებ განაცხადი შეიტანა. ჩერგოლეიშვილის თქმით, იუსტიციის სახლს უკვე მეორედ მიმართეს, რადგან პირველ ჯერზე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ფედერალისტების შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ. ახლა შეგვაქვს მეორეც და ვიხმარეთ ხერხი. ავდექით და გადმოვწერეთ ქართული ოცნების წესდება. ტექნიკურად წესდება არის აბსოლუტურად იდენტური ქართული წესდების. ცხადია, ქართული ოცნების წესდების, ცხადია, არა იდეოლოგიურად. ამიტომ ახლა შევხედავთ. შეგვაქვს კიდევ ერთხელ, თუ ქართული ოცნების წესდებას დაახარვეზებს, დაახარვეზონ. რუსეთში ვართ, ვიცით რომ რუსეთისკენ მიექანება ეს ქვეყანა, უბრალოდ დამადასტურებელი საბუთები გჭირდება და აი ახლა კიდევ ერთხელ შეგვაქვს. რაც შეეხება ჩვენს გულშემატკივრებს და მხარდამჭერებს, შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ყველა შემთხვევაში მივიღებთ ჩვენი პარტიით თუ ჩვენი პარტიის გარეშე. უბრალოდ ჩვენი პარტიით გვინდა მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ყველასგან გამორჩეული პარტიაა ფედერალისტები.